ერთ ინტერვიუში გქონდა ძალიან მაგარი ფრაზა ნათქვამი, დედებს ჩაუსახე იმედი, რომ მათი შვილი, რომელიც უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო, ცოცხალია. მამები არ გიკავშირდებიან? ძალიან ცოტა. აუ, როგორ მეშიოდა მაკითხოს, რომ თქვენი პასუხის მეშინია სიმართლე. ძალიან ცოტა, ალბათ 4-5. ანუ 300,000 კაცია ჯგუფში, თითქმის და 4-5. იცი რა არის, მამებს მაინც ის რა მომენტი აქვს, რომ აქვთ სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ვერ გაუფრთხილდნენ ოჯახს. ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში თავის თავზე აღებული და ვერ ინელებენ იმას, რომ თავისი ცოლი და თავისი შვილი ესეთი რაღაც გასასწრების წინაშე აღმოჩნდნენ და საკუთარ თავთან არ უნდათ იმის აღიარება. თუმცა მამები არაფშუაში არ იყვნენ რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი იყვება, რომ აი ჩემი ქმარი როდესაც ითხოვდა ბავშვს, დაიჭირეს, პოლიციაში გადაიყვანეს, სანამ ბავშვი არ გაყიდეს და მე არ გამომიშვეს პოლიციიდან არ გამოუშვეს. ერთი ქალბატონი მყავს ქუთაისში, იმშობია რა ამ ქალბატონმა და ამ ქალბატონი იქვე გაარკვიეს ბავშვი მოპაროლები იყვნენ და ამ ქალბატონის ქმარი ისეთ ცემეს, რომ რეანიმაციაში იწვა ორი კვირა ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს რომ ბავშვებს თუ მოითხოვთ სახლში რო ყავს ცოცხალი ბავშვი იმას მოგი. რას ლაპარაკობთ? ანუ იგივე ფაქტები რა თქმა უნდა. ანუ ეხო ცალსახა იყო, ესე იგი რომ ბავშვი პარავდნენ და გასაშლელად. თავისთავად და ამ შემთხვევაში მინდა უთხრა ყველა მამას რომ მათი დანაშაული არაფერი არ არის, დაბრალი არაფერში არ მიუძღვით და რაღაც საკუთარ თავში არ ჩაკეტილებ რა. ეგეთი ფაქტი პირველად გავიგე. ვა, რა ძალიან მძიმე ფაქტია. ჩემი კითხვები ქარმა წაიღო. არა უშავს, მე ხომ აქ.